ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის რუსეთის მატჩი გულშემატკივართა დაპირისპირების მიზეზი გახდა. ინციდენტები მოხდა როგორც თამაშის დაწყებამდე, ისე მისი დამთავრების შემდეგ. დაშავებულები საავადმყოფოში მკურნალობენ. მოხდარს UEFA შეისწავლის. არსელის პარალელურად გულშემატკივრების დაპირისპირება მოხდა ნიცაშიც. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. ინგლისი-რუსეთის მატჩის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული რამდენიმე ინგლისელი გულშემატკივარი ჰოსპიტალიზებულია. მატჩზე, რომელიც საფრანგეთის ქალაქ მარსელში გაიმართა, რუსი გულშემატკივრების ნაწილი იმ ტრიბუნაზე შეიჭრა, სადაც ინგლისის ფანები იმყოფებოდნენ და მათი დროშების დახევას სცადეს. თვითმხილველების თქმით, ისინი ბრიტანელების მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს ისროდნენ. ინგლისელი გულშემატკივრების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა. სტადიონი მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე დავტოვეთ და ხალხის ყვირილი შემოგვესმა. ვიფიქრე 2-0 გახდა და ინგლისელების მხარეს გავიხედე და მივხვდი, რომ გოლი გაგვიტანია. ვფიქრობ, ძირითადად თამაში სწორედ ჩვენ მიყვავდა. ბოლო წუთებში შეიცვალა ვითარება, რაც გულდასაწყობია, მაგრამ სანერვიულო არაფერია, ამ ჯგუფიდან ჩვენ გავალთ. გულშემატკივრების ქმედებებს UEFA შეისწავლის. საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ინგლისსა და რუსეთს შორის გუშინ გამართული მატჩი ფრედ ანგარიშით 1-1 დასრულდა. ქომაგებს შორის დაპირისპირება ქალაქის ქუჩებში გაგრძელდა. სამართალდამცავებმა სიტუაციის განსამუხტად ცრემსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ინგლისისა და რუსეთის გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მატჩის დაწყებამდეც მოხდა. მანამდე სპეციალური განცხადება საფრანგეთის სპორტის მინისტრმა გააკეთა და არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. ეს ტურნირის 5 სარისკო მატჩიდან ერთ-ერთია. ბრიტანელებისა და რუსების ცხელი ტემპერამენტის გათვალისწინებით ჩვენ დიდ ემოციებს უნდა ველოდოთ. უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებული გვაქვს. ჩრდილოეთ ირლანდიისა და პოლონეთის მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე კი ნიცაში ირლანდიელი გულშემატკივარი საფრანგეთის ქომაგებს დაუპირისპირდა. შეტაკება მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, რის შემდეგაც დაშავდა სულ მცირე 7 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით ირლანდიელ გულშემატკივრებს, რომლებიც თვალს რუსეთ-ინგლისის დაპირისპირებას ადევნებდნენ, ფრანგი ქომაგების ჯგუფმა ბოთლი ესროლა, რასაც არეულობა.